სპორტის მხრიდან ვცდილობდი პატარა წლებიდან რომ საქართველოს დამეტოვებინა როგორც სპორტსმენს, იმიტომ რომ ბევრი რამით არ ვიყავი კმაყოფილი ჩვენი კრივით, ნაკრებით, რა თქმა უნდა დაფინანსებებით, სხვა დრო იყო, ეხლა შეიცვალა დრო, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი სიტყვით მოკლედ რო ვთქვათ, იყო გაჭირვება ძალიან და ვცდილობდი რომ დამეტოვებინა ჩვენი საყვარელი ქვეყანა და სადმე სხვაგან მეძია ჩემი ბედი, როგორც სპორტსმენ მოკრივეს. როცა მომივიდა მოწვევა, ჩამოვედი 19 წლის ბიჭი ვიყავი, მაშინ საქართველოში სტუდენტი ვიყავი, დედა ჩემთან ერთად, ნინო ზანდუკელთან ერთად ჩამოვედი აქ, დედა გამომყვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და უნდა ენახა სად მივდივარ და სად ვიცხოვრებ და როგორ პირობებში და ჩამომყვა დედა. როგორც მერე გასინჯვები იყო ეს სპარინგები სპორტული მოკრივეებთან, როცა შემამოწმეს და როცა დაინახეს რომ მე ბევრი შემიძლია, მაშინ დამტოვეს და დედა 2 კვირა იყო. დედა საქართველოში დაბრუნდა და მე დავრჩი აქ და ვიცოდი რომ უნდა დავრჩენილიყავი და რაღაც ჩემი გზა სპორტული გამეკულა პოლონეთში. მაშინ ახალგაზრდა რო ვიყავი, ბევრი რამე სხვანაირად მესმოდა ცხოვრება, ხო? ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს, სხვა გაგება გვაქვს, როგორც არ გინდა იყოთ, სხვა შეხედულება გვაქვს ცხოვრებაზე. ეს პერიოდულად ბევრი რამე ადამიანს უჭირდა, მაგრამ ნუ დროთა დრო ყველაფერს როგორც იტყვიან ადამიანი შეეჩვია და გადალახა ეს ბარიერი, სხვა ქვეყანა, სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტი, სხვა ხედვა ცხოვრების, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პლუსი, მინუსი. მეც ამასობაში, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ადამიანი ჩამოვყალიბდი, სხვა ფერებში დავინახე ცხოვრება, ქვეყანა, ბევრი რამე გადავიარე ჩემ თავს, ხო? ბევრი გაჭირვება იყო, ბევრი რამე ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ ვიყავი მარტო. ანუ ერთადერთი ვიზეთ ვიყავი დამოკიდებული საკუთარ თავზე და ჩემ სპორტზე რაც მე შესაძლებლობები მქონდა. მინდოდა პოლონეთის მოქალაქეობა, მინდოდა როგორც პოლონეთის მოქალაქე წავსულიყავი ოლიმპიადაზე. ვინც აქ ჩემპიონი ყავდათ ჩემ წონაში, მე ყველანი დავამარცხე. მე ძალიან პოლონეთმა სპორტულმა კრივმა მე ძალიან მალე გამიცნო. ყველა ჩემპიონი აქ დავამარცხე. მე ნაკრებმა ფელიქს შტამ ვარშავაში არის ესეთი საერთაშორისო დიდი ტურნირი, პოლონეთში ყველაზე ძლიერი ტურნირი საერთაშორისო, სადაც 20-მდე ქვეყანა იყო მოღვაწეობდა ამ ტურნირზე ნაკრებები და მე იქ დავამარცხე 2 ოლიმპიელი დავამარცხე სიდნეის მედალის ბრინჯაოს მოღვაწე მოკრივე მოლდოველი. ერთი სიტყვით 3 ბრძოლა ზედიზედ მოვიგე და ხელიც მოვიტეხე და მეოთხე ბრძოლა ფინალში ვერ ვიჭხუბე. სამწუხაროდ გიფსში ჩამიდეს მაშინ ხელი და დაჯილდოვებაზე როგორც მეორე ადგილზე ეს გიფსით ავედი, უკვე აღარ შემეძლო რომ ფინალი მეჭხუბა და ჩემპიონი მაშინ გამხდარიყავი და მეორე ადგილზე გავედი სამწუხაროდ, მაგრამ ყველა მიცოდა რომ მაშინაც კი გავიმარჯვებდი, იმდენად ძლიერი ვიყავი და იმდენად ჩემი თავის მეჯერა, რა თქმა უნდა. როგორც ქართველი მოკრივე ჩხუბობდი, ყველგან მოკრივეობდი, მაგრამ პირადულად პოლონეთის ჩემპიონატზე არ მქონდა უფლება რომ ასპარეზზე გამოსულიყავი. მაშინ გადავწყვიტე რომ ამ მოქალაქეობასაც მიგვიანებენ და ვხედავდი რომ მარტო ვარ და ზურგი არ მაქვს არანაირად. მაშინ რომ პროფესიონალური კონტრაქტი მომეწერა და გადავსულიყავი პროფესიონალურ კრივში. მებრძოლა და ჩემი კარიერა გამეგრძელებინა. გავაგრძელე ჩემი კარიერა, მქონდა კონტრაქტი, 4 წელი ვიყავი პროფესიონალური მოკრივე. ამ 4 წლის განმავლობაში ჩავატარე 13 ბრძოლა პროფესიონალებში, არც ერთი ბრძოლა არ მაქვს წაგება და სამწუხაროდ კრივსაც დავანებე თავი. და უნდა რამენაირად გამეგრძელებინა პოლონეთში ცხოვრება, ხო? არავინ არ ამყავდა, რამოდენიმე ახლობელი, რა თქმა უნდა, ბიჭები, ესე ვთქვათ, ძმაკაცები, ახლობლები მყავდნენ. მაშინ არ მქონდა არანაირი გამოსავალი და დავიწყე დაცვებში მუშაობა. არ ვფიქრობდი იმ ცხოვრებაზე, რომ ჩემი კარიერა როგორც მწვრთნელის გამეგრძელებინა
ძალიან სხვა ცხოვრებით ცხოვრობდი, აი ესე რო იტყვიან, რომ ღამე რაც ხდებოდა ის მაინტერესებდა და დილით ცხოვრებით არ ცხოვრობდი. მეუღლე აქაური მყავს, კაროლინა ზანდუკელი, ყველაფერი გააკეთა ამ გოგომ, რომ სპორტში დაუბრუნებულიყავი, დამეწყო ნორმალური ცხოვრება, როგორც ნორმალურ ყველა ადამიანს შეეფერება და დამეწყო ეს ჩემი მწვრთნელობა. ძალიან რთული იყო რო დავიწყე, ძალიან რთული იყო. სულ მაგას ვფიქრობდი, რომ მეთქი რითი ვიცხოვრებ, ამით ვერ შევძლებ, მაგრამ ჩემი რა ვიცი, ადამიანობით მეც მეხერხება ეს ჩემი საქმიანობა ძალიან. დროთა დრო წლების განმავლობაში, როგორც თქმა, მე ძალიან გავითქვი ჩემი სახელი, მქონდა ბევრი პროფესიონალური მოკრივე გავზარდე, მოკრივე MMA-ს მოჩხუბრები ჩემთან ვარჯიშობდნენ ძალიან დიდ დონეზე, ვინც არიან. ეხლა არის აქ ფედერაცია KSW, ორი ჩემი მოწაფე, ორივე კამარზე იჩხუბებს სადაც არის. პროფესიონალური კარიერა ჩემს გვერდზე დაიწყეს. უკვე 1 წელია მაქვს ჩემ მეუღლესთან ერთად, მაქვს ჩემი საკუთარი ფედერაცია, რაც ისეთი რამეა ეს ჩემი ფედერაცია, რომ მარტო მე მაქვს მთელ სოფლიოში. ანუ გეგმა ამ ფედერაციის ყველაფერი ეს ჩხუბი არის კრივი, მაგრამ სულ სხვა ფორმა აქვს ამ კრივის. არის რინგი სამკუთხედი, სულ სხვა წესებია, ხელებით არის, ხელთათმანები არის პატარა, 3 რაუნდია. სოფლიოში ესეთი რამე არ არსებობს. 3 რაუნდია, 3 სხვა დროის რაუნდებია. პირველი რაუნდი 1 წუთია, მეორე რაუნდი 2 წუთია, მესამე რაუნდი მე-3 წუთია. ანუ ძალიან სწრაფი ბრძოლა არის. და უკვე 4 შეჯიბრი ჩავატარე, ეხლა მარტის თვეში მექნება მე-5 შეჯიბრი და ესე მეუღლესთან ერთად ოჯახურად ჩემი რამოდენიმე ძმაკაცების დახმარებით ფედერაციას ყველანაირად ვაქცევ ყურადღებას, რომ წინ წავიყვანო. მე მყავს 2 შვილი, ნიკოლოზი და ნინო. ჩემი ნინო არის 11 წლის გოგო, ევროპის ჩემპიონია კარატეში. 3 მედალი აქვს კიდე ევროპის ჩემპიონატში, მაგის ფინალისტიც იყო, ბრინჯაოც ჰქონდა. სასწავლებელში ჩემ ნინოს ხელფასი აქვს, რო კარგად სწავლობს ბავშვი. მერიამ დაუწესა ხელფასი, როგორც ესე დამსახურებულ სპორტსმენს. 11 წლის გოგო არის და ანუ 2 ხელფასი აქვს, როგორც სასწავლებელიდან, აქედან როგორც სპორტსმენ გოგოს. ქართველი მოსწავლეები ყვანან, ვინც ვარჯიშობენ, მაგრამ ისინი არ მიიღებენ ასპარეზობას, არ ბოქსაობენ, მაგრამ ერთადერთი ბიჭი არის ბოლოს, რომ ერთადერთი ახალგაზრდა ბიჭი მყავს 13 წლის, გოგიტა ეხვიავა, ვინც ჩვენთან ერთად არის, ჩემთან ერთად არის და ვცდილობთ, რომ ბოქსაობს, ძალიან კარგი ბიჭი არის. და ვცდილობ იმას, რომ ნელა წინ წავიყვანო, იმიტომ რომ შეუძლია და კაი ახალგაზრდა არის, კაი ბიჭია და ვალერში გოფროიტყვიან, მით უმეტეს რომ ქართველია გულში ვერაცა. ადამიანს არაფრისთან უნდა შეგეშინდეს. ახალი ნაბიჯის გადადგმა არ უნდა შეგეშინდეს, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულეებია. ყველა ბრანჟაში მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს მარტო ეს ჩემი კრივია, ჩემი სპორტია, ცხოვრება საერთოდ თუ ვიღაცა არის ბიზნესმენი, თუ ვიღაცა არ უნდა შეგეშინდეს და მით უმეტეს შენი თავის უნდა გწამდეს და უნდა გჯეროდეს და უნდა იცოდე, რომ რასაც აკეთებ, ეს საქმიანობა შენ მართლა შეგიძლია და შენი თავის პროფესიონალი ხარ. მაშინ ყოველთვის რაღაცას გააკეთებ და წინ ნაბის დღეს თუ არა ხვალ გადადგავ. ჩემი ცხოვრება, ჩემი სპორტით ესე მოხდა, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, ბევრი რამე რა თქმა უნდა ადამიანს გენატრება და ეს ნორმალური საკითხია. სულ იმის იმედზე ვარ, რომ საქართველოს უფრო და უფრო წინ წაიწევს და ზევით აიწევს. რა თქმა უნდა, საყვარელ ხალხთან, ყველასთან მაქვს კავშირი, ჩემი ბავშვების ძმაკაცებთან, ათესაობასთან, ახლობლებთან, იმიტომ რომ გიყვარს ეს ხალხი და ჩვენ ქართველებს მაინც რაღაც სიყვარული სხვა გაგვაჩნია, ქენაცვალე და ძალიან მიყვარხართ და ვისაც მე აქ ქართველებს ვიცნობ, ყველასთან კაი კავშირი მაქვს, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ქართველები არიან, კოცნით ყველას და გეხვევით.